გამარჯობა. ეთერშია გადაცემა ერთობიდან ერთწლოვანებამდე. მე გახლავართ დავით გალეგაშვილი, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ერთწლოვნება საზოგადოების უფლებებისათვის ხელმძღვანელი, რომელიც ბატონ ლევ გეუნჯიანთან ერთად წავიყვანთ ჩვენი რუბრიკის, რომელსაც ჰქვია უმაღლესი განათლება 21 საუკუნეში, ამ რუბრიკის კიდევ ერთ გადაცემას, რომელიც შეეხება უმაღლესი განათლების და ზოგადად განათლების პრობლემებს დღევანდელ დღეს და მათი გადაწყვეტის გზებსაც. გამარჯობა ბატონო ლევ. სალამი. მესალმები მაყურებელს და დავიწყოთ ხო? დავიწყოთ. აი ჩვენ უკვე მეხუთე გადაცემა, რაც ვსაუბრობთ, მოვნიშნეთ რაღაც ველი, ტრიალებთ რაღაც საკითხების გარშემო და მოდით აი დღეს ჩვენ დავსვათ ჩვენი ზეამოცანა. ანუ მე ვხედავ და უკვე მსოფლიოს და თქვენს ხედავთ და დღეს გამოვაცხადეთ, რომ 21 საუკუნის განათლება და მეცნიერება პრობლემა გახდა. ანუ არ მიდის ისეთნაირად, როგორც ჩვენ გვინდა, როგორც უნდათ იმ ადამიანებს, რომლებიც 21 საუკუნეში ხედავდნენ გარკვეულ პერსპექტივას და სულ სხვა გზით წავიდა. რაშია საქმე? ან ჩვენ ახლა შეიძლება მაყურებელმა თქვას ზოგიერთმა, რომ ამას მოედნენ მედიცინას, ამას. ჩვენ სულ ინტელექტუალურ განვითარებაზე ვსაუბრობთ. ყველა დონეზე, ანუ შევეხეთ უმაღლეს განათლებას, შევეხეთ გარკვეული მიმართულების განათლებას, მედიცინის განათლებას, რომელიც უკვე საინჟინრო ფსიქოლოგიის ნაწილი ხდება პრაქტიკულად. ანუ იქამდე არის მისული უკვე განვითარება საერთოდ აი სწავლასწავლების და სამედიცინო ტექნოლოგიების, რომ უკვე შეგვიძლია ჩვენ ბევრი რაღაცა მივანთოთ ხელოვნურ ინტელექტს მედიცინაში. და მედიკოსი ხდება უკვე აი ამ მანქანასთან, დიაგნოსტიკურ მანქანასთან, სამკურნალო საექსპერტო სისტემის მანქანასთან, ანუ სისტემასთან ურთიერთობის და ქირურგიაშიც კი გვაქვს უკვე ჩვენ რობოტოტექნიკური ტექნოლოგიები ძალიან მაღალ დონეზე. ანუ მედიკოსი ხდება უკვე საინჟინრო ფსიქოლოგიის სპეციალისტი და აი აქ მედიცინა დღეს მუშაობს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მედიკოსის ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, როგორი უნდა იყოს ეს სისტემა, როგორ უნდა ავაწყოთ, ანუ ადამიანი და მანქანა, მათი ურთიერთობა და რა ფსიქოლოგიური მოდელი შეიძლება შევთავაზოთ მედიკოსებს. ნუ მე სამი ასეთი პუბლიკაცია მქონდა ამ თემაზე, სერიოზული მედიკოსების ზეგავლენით და მედიცინას დიმიტრი უზნაძის განწყობილი ზოგად ფსიქოლოგიური თეორიის მოდელი შევთავაზე ფართოდ უზნაძის მექანიზმი, შეროზიან დამატებითობის პრინციპი და ნადირაშვილის განწყობის ანთროპული თეორია. ანუ აი ასეთნაირად მოვნიშნოთ, რაზე ვსაუბრობთ ჩვენ საერთოდ, რატო გახდა პრობლემა. საქმე იმაშია, რომ მე-20 საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბებული იყო პრაქტიკულად ყველაფერი, რაც წინსვლისათვის იყო საჭირო 21 საუკუნეში. თავარი იდეა, მიზანსტრაფული სისტემების იდეა, სისტემური აზროვნება, ყველაფერი იყო გამზადებული, მაგრამ აგერ მეოთხედი გავიდა, უკვე საუკუნის მეოთხედი და შარშან წლის დასაწყისში გამოდის ამერიკის შეერთებული შტატების აკადემიაში, ეს საკმაოდ მსხვილი გამოცემა წიგნის აწერია, რომ გვაქვს საფრთხე, დეზინფორმაცია მეცნიერების შესახებ, ამას უნდა შევებრძოლოთ მეცნიერები, რაში არის საქმე. ანუ პრობლემა გვაქვს გადასაწყვეტი. საიდან მოდის ამ პრობლემის საწყისები? ახლა საერთოდ პრობლემებზე რომ ვლაპარაკობთ, გამოჩენილი ამერიკელი მეცნიერი პრობლემების გადაწყვეტის სპეციალისტი სტუდენტებმა ასეთნაირად უწოდეს რასელ ლინკოლნ აკობს, ეს ყველაფერი გარკვეულ ალგორითმამდე მიიყვანა.
პრობლემებთან ურთიერთობის 4 სტადიას გავდივართ ხოლმე, როდესაც პირველად რაღაცას ვხედავთ, რაც არ ვიცით ეს პრობლემა არის თუ არ არის, მაშინ თავიდან ვიშორეთ, ვიძახით ეს ჩემი პრობლემა არ არის. ხო, აი განათლებაში საქართველოში, ეს განათლების სამინისტროს გადასაწყვეტია, ეს მთავრობის გადასაწყვეტია, ეს მეზობლის გადასაწყვეტია. მაგრამ პრობლემა ისევ რჩება და ისევ გვაწუხებს, ჩვენ გვაწუხებს და მე ვიწყებთ ამაზე უკვე რეაგირებას, როგორც წინა ეპოქის მედიცინის სპეციალისტები. მოდით ეს სამალი ვცადოთ, მოდით ის სამალი ვცადოთ, მოდით კონსილიუმი მოვიწვიოთ, ანუ გარკვეული სამედიცინო კულტურიდან გამომდინარე ცდებით და შეცდომებით სამწუხაროდ და ამ შეცდომების გამოსწორებით ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად მოვერიოთ პრობლემას, მაგრამ პრობლემა ისევ რჩება და მესამე ეტაპი არის უკვე სამეცნიერო ჩარევა, უკვე პრობლემის მიზეზების კვლევა. აი ამას თუ მივაგენით, მაშინ ყველაფერი იქნება წესრიგში. უკვე შეგვიძლია მეოთხე ეტაპზე უკვე კლინიკური შემდეგ, უკვე კვლევის შემდეგ დავადგინოთ მიზეზები და სისტემა ისეთნაირად გარდავქმნათ, რომ პრობლემები არ გქონდეს. ნამდვილად გამართულად მუშაობდეს ეს სისტემა. თუ განათლების სისტემაზეა საუბარი და მეცნიერების სისტემაზე, მივადექით ახლა მესამე ეტაპს. რაში არის საქმე? ხო, ანუ კვლევას იწყებს უკვე მსოფლიო მეცნიერება და არის ამაზე აქ იქ ადგილ არის რაღაც კვლევების შედეგები, მე რას გამოვხობდი. აი შოთა ნადირაშვილის განწყობის ანთროპული თეორია ამაში ძალიან გამოგვადგება ჩვენ. თუ გახსოვთ, მოკლე მეხსიერებით მოსარგებლე ინდივიდები, რომლებიც ინსტრუქციებით, აი რასაც გვეტყვის დედიკო, რასაც გვეტყვის მასწავლებელი, რასაც გვეტყვის სახელმწიფო, ამას ვასრულებ. ასეთნაირად არიან და კმაყოფილები არიან, არსებობენ. მეორე ეტაპი, რომ კი დაუჯერებ, კი მოვიქცევ ისე, მაგრამ მოდი გადავაკეთო ისეთნაირად, რომ უკეთეს შედეგს მივაღწიო. და მესამე, რომელიც მოწოდებულია ზუსტად აი ამ პრობლემის შინაარსი ჩაიხედოს და დაიწყოს უკვე აი ამ სისტემის რეორგანიზაციის, ანუ რედიზაინის მომზადება, რომ იმ პრობლემების საწყისები მოიხსნას. აი ახლა ალბათ მაყურებელი ფიქრობს, რომ კიდევ რაღაცას მიემოედო ფსიქოლოგია, ისევ სად ის და არის ესეთი თვალსაჩინო მაგალითი ფსიქოლოგების საყურებლად მინდა ვთქვა, რომ ფსიქოლოგებიც დიდი ხანია ხვდებიან, რომ პრობლემები აქვთ და 2010 წელს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ აი ასეთი გამოუშვა, აი ასეთი შექმნა მუშაჯგუფი და აი ასეთი შრომი გამოუშვა. ნაშრომი, ანუ ფსიქოლოგია როგორც საკვანძო დისციპლინა, როგორც ძირითადი დისციპლინა მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, ინჟინერიაში და მათემატიკაში. ანუ ნახეთ ის ვუნტის ამოცანა, რომ ვახსენე, რომ დავუახლოვდეთ ჩვენ ზუსტად საუბნელებს მეტყვა. ეს საკითხი თავიდან დაისვა. აი ასეთი საინტერესო რაღაცა მოხდა და მეუბნები ფსიქოლოგებს, როდესაც მეკითხებიან, რამე ფსიქოლოგიის დიპლომი გაქვთ, კურსი გაიარეთ, რაღაცა მაქვს ერთი კურსი გავლილი 2010 წლის 2010 წელი, ხო, სულ რაღაც 15 წელია გასული. ეხლა ვინ უნდა, ანუ ჩანს პრობლემა. და ვინ უნდა მიხედოს ამას? ფსიქოლოგია უნდა მიხედოს თუ მეცნიერება, ინჟინერიამ, ტექნოლოგიამ და მათემატიკამ, როგორც ენამ. რა ვქნათ? თითქოს პირველი შეხედვით ეს საინჟინრო ფსიქოლოგიის ასპარეზია, სადაც უახლოვდებიან ერთმანეთს, მაგრამ თუ გადავხედავთ ჩვენ აი ამ ნაწილს, არ არის მაინც და მაინც კარგად ეს კონტაქტები. ეხლა ინჟინერიამ, მეცნიერებამ, ტექნოლოგიამ და მათემატიკამ ფსიქოლოგიის ამოცანა გადაწყვიტა თითქოს, ხო? თავაზობს ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს. ანუ დღეს ფსიქოლოგები თავს იმტვრევენ ამაზე, მაგრამ ამ შეხედულებით უკვე არსებობს ეს ყველაფერი და უკვე კეთდება. ანუ წარმოიდგინეთ, აი ახლა რაში გამოგვადგება ჩვენ განწყობის ანთროპული თეორია, რომ აი ეს სამი კატეგორია ადამიანობის ჩვენ საზოგადოებას ქმნის. ინდივიდებს აქვთ თავისი მსოფლმხედველობა,
რომ მივახციოთ ყველაზე მაღალ დონეს, ყველა ეტაპს გავდივართ, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ჩერდება პირველ დონეზე, ზოგიერთი ჩერდება მეორე დონეზე, ზოგიერთი მიდის ბოლომდე და მუშაობს უკვე პრობლემების კვლევაზე და მათ სისტემების რედიზაინზე ამ ცოდნაზე და მე რომ ვკითხოთ, თავარი პრობლემა არის აი ამ სუბიექტების და პიროვნებების მიჯნაზე გაჩენილი დაპირისპირება. აი 2000 წელს უკვე გამოვიდა სერიოზული ესეთი შრომა, ფსიქოლოგებმა გააკეთეს ეს ყველაფერი. დანინგ-კრუგერის ეფექტი ქვია ამას. სადაც პირველად დაისვა ამოცანა ესეთნაირად, რომ სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტიპების ადამიანებში სხვადასხვანაირი ჰორიზონტია ხედვის. რა იქნება ხვალ, როგორ ვიმუშაოთ, რა გავაკეთოთ. ანუ ინდივიდები სხვანაირად ხედავენ აი ამ ჰორიზონტს, სუბიექტები სხვანაირად ხედავენ და პიროვნებები სხვანაირად ხედავენ ამ ჰორიზონტს და აი ამ სუბიექტთა და პიროვნებათა ურთიერთობის მიჯნაზე კონფლიქტია წარმოშობილი და ეს კონფლიქტი დღეს არის მეცნიერებაში და უნივერსიტეტში. აი წარმოიდგინეთ, რომ საუნივერსიტეტო ხელმძღვანელობა უნივერსიტეტთა უმრავლესობაში ძირითადად იძახის, რომ მეცნიერი და მკვლევარი და პროფესორი, როგორც ჯარისკაცი სილაბუსიდან, მისი შინაარსიდან გამომდინარე, ასეთ რაღაცას უნდა აკეთებდეს. აი რაც აქ წერია, არ უნდა გაცდეს. არ უნდა გაცდეს ამას. ეხლა მე კოლეგები მეუბნებოდ, ბატონო, რა არის ყოველ წელს თქვენ ცვლით თქვენი კურსის შინაარსს. მე ვთქვი, იცვლება გარემო, ხო? საქმის კურსში ვარ და აქედან გამომდინარე იქმნება აი ესეთი კონფლიქტი ამის მიჯნაზე. ინდივიდების და სუბიექტების მიჯნაზეც არის კონფლიქტი. რითი არის გამოწვეული ეს კონფლიქტები? აი აქ ზუსტად ჩვენ ეთოლოგია დაგვეხმარება. ის ძველი ევოლუციურად შემუშავებული ქცევის მოდელები, რომლებიც აი ამ საზღვრებზე მუშაობენ. ანუ ინდივიდები და სუბიექტები ერთმანეთს ებრძვიან საარსებო რესურსების მოპოვებაში, ვინ არის უფრო მაგარი, ვინ დაეუფლება ამ რესურსებს. პრიმიტიული მეთოდებით ქვედა დონე ებრძვის ზედა დონეს. ანუ ინდივიდები ებრძვიან სუბიექტებს, რომ არ გვინდა ეს თქვენი, აი რაც არის ინსტრუქციები, მოგვაწოდეთ ინსტრუქციები, ჩვენ ამით ვიმუშავებთ. სუბიექტები უუნებიან, რომ იცით რა, რაღაც არის შესაძლებელი, რაღაცა გვჭირდება ჩვენ რაღაცის შეცვლა და სუბიექტებს და პიროვნებებს შორისაც არის ესეთი რაღაცა. ასეთი მოდელი დანახული იყო გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს. დიდმა მწერალმა კარელ ჩაპეკმა წიგნი დაწერა ომის სალამანდრებთან. იქ ზუსტად ეს მომენტი არის ასახული. ანუ ჩვენ თუ ვასწავლეთ ადამიანს, ჩვენ თუ ადამიანს მივეცით რაღაც ტექნოლოგიების, რაღაც მეცნიერების, რაღაც საშუალება რეცეპტების სახით, ამ ცივილიზაციებს შეიძლება უარი თქვას განვითარებაზე. თქვას, რომ იცით რა, მე საკმარისია ეს ჩემთვის და აი ამ წიგნში აღწერილია ეს ყველაფერი. როდესაც გამოიცა, მაშინ იყო თითქოს ეს ჰიტლერის გერმანიის მოდელზე იყო საუბარი. არა, წიდი ხდებოდა კარელ ჩაპეკი და საერთოდ სიტყვა რობოტი ტერმინი მისი მოგონილია. ძალიან ღრმა მოაზროვნე ადამიანი იყო და დღესაც ჩვენ გვაქვს მიმდინარე ომი სალამანდრებთან. ან გაუძლებს თუ არა მეცნიერება, დღეს მეცნიერება არის აი ესეთ გარკვეულ კრიზისში, გითხარით რომ გამოცემულია ესეთი რაღაცა და აი ეს ამოცანა როგორ გადავწყვეტოთ? ანუ აი ეს ამოცანა არის გადასაწყვეტი იმისათვის, რომ დაალაგდეს ეს ყველაფერი, რომ ინდივიდებმა იცოდნენ ცივილიზაციის განვითარების როლი, რომელიც
რომელსაც ასრულებს და წარმატებით უნდა ასრულებდეს შემდგომი განვითარების სტადია და ის როლი, რომელსაც უნდა ასრულებდეს პიროვნება. ანუ დალაგებული უნდა იყოს. გახსოვთ, ჩვენ ვილაპარაკეთ არაწონასწორულ სისტემებზე და აი ამ შემთხვევაში აი ეს ყველაფერი უნდა დალაგდეს და როგორ უნდა დავალაგოთ ეს ყველაფერი. აი როდესაც ჩვენ უმაღლეს განათლებაზე ვსაუბრობთ, აი ჩემს წინაშე იდგა ამოცანა, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში შეიქმნა საინჟინრო მიმართულება, ელექტრონული და ელექტრონული ინჟინერია. ბატონმა რომან ჯობავამ დამპატიშა ამ პროექტის განსახორციელებლად ადამიანი ასტროფიზიკოსი, მაგრამ მე ჩემს მიერ შექმნილი, ჩემს მიერ დაპროექტებული, შექმნილი, გათვლილი, მოდელირებული ხელსაწყოებით ახორციელებდი ჩემს კვლევას და აღმოჩნდი, რომ ვიყავი მისაღები, მაგრამ მაშინათვე დავსვი ამოცანა, რა მასალა მექნება მე აი ამ სალექციო კურსების განხორციელების დროს, რომ მე მოვამზადო ისეთი სპეციალისტი, რომელიც თქვენს მოწინავე ორგანიზაციას გამოადგება. დავფიქრდით ამაზე სკოლის პრობლემები დავინახეთ მაშინათვე. ანუ იმ ზეამოცანიდან გამომდინარე დავინახეთ ერთი პრობლემა, დავინახეთ მეორე პრობლემა, დავინახეთ რომ სკოლაში, სკოლამდელი აზრდის თვალსაზრისით რა კონტინგენტი მოდის და აი ამ მსჯელობაში ჩვენ დავინახეთ პრობლემების ერთობლიობა. ეხლა ბატონ რომანს აქვს ძალიან კარგი ჩვევა, როდესაც რაღაცაზე ვსაუბრობთ, როდესაც რაღაცაზე ვგებმავთ, ყველა ადამიანი, ვინც გამოჩნდება მის ჰორიზონტზე, ცოდნე, ყველას მოიყვანს და ყველასთან იწყება დისკუსია. აი ამ სადისკუსიოდ მოგვიყვანა მე და კალბატონ მარინე ლომოურს, ვისთანაც ერთად მუშაობდი ჩვენ აი პროგრამაზე, ამერიკელი ექსპერტი, წარმოშობით ირანელი ჰამიდ ნეჟადი. და 1 საათი იყო დაგეგმილი სადისკუსიო, 2.5 საათი გაგრძელდა. როცა დაინახა, არ ვიცოდით ვინ არის, USAID-ის პროექტი იყო ძალიან საინტერესო ენერგეტიკის დარგში და ამაზე ვსაუბრობდით და მოეწონა ამ ადამიანს და როდესაც ვახსენეთ ჩვენ რომ სკოლის პრობლემა არის გადასაწყვეტი, ამაშიც უნდა ჩავერიოთ, ამ ადამიანმა თქვა რომ ტაივანის საგანმანათლებლო საოცრების შესახებ გაგიგიათ, კი როგორ არა საქმის კურსში ვიყავი და ერთ-ერთი ავტორი ვარ ამ მიდგომის. იქ რა ხდება განსაკუთრებული ტაივანის სკოლაში? იქ იყო ისეთი პერიოდი, ანუ დაახლოებით 40 წლის წინ, ტაივანში და სამხრეთ კორეაში არეულობა იყო აბსოლუტური. თავიანთი პრეზიდენტები ჩასვეს ციხეებში, პრემიერ-მინისტრები, ხო? და იქ აი ზუსტად აი ამ რასელ აკოფის მიდგომით ამერიკელი მეცნიერები, ამერიკელი ექსპერტები ჩაერიან აი ამ სიტუაციაში, სისტემური აზროვნება დაიწყეს და აი ასეთი ჯაჭვი მოამზადეს დაახლოებით 30 წლის განმავლობაში მომზადებოდა ეს ყველაფერი, ოჯახი, სკოლა, უმაღლესი სკოლა და პროფესიული საქმიანობა. აწყეს ეს ყველაფერი. ტაივანი ახლა ითვლება, რომ აი ჩიპების წარმოებაში მსოფლიო ბაზრის 80%-ს ფლობს და ამიტომ არის დიდი წინააღმდეგობა ამერიკასა და ჩინეთს შორის, აი მოლაპარაკებაც რო იყო 2 დღის უკან, უბრალოდ ამ საკითხს შეეხებოდა ტრამპი რომ შეხვდა სი ძინპინს, რომ ტაივანთან პირობები დაუყენეს ერთმანეთს. იმდენად ღირებულია და აი ეს სასკოლო სისტემა ხომ არ გახდა საფუძველი იმისათვის, რომ ასეთი მოწინავე ტექნოლოგიები მათ აეთვისებინათ პირველ რიგში. აი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ესეთი რაღაცა იყო, მიყვებოდა თვითონ. მითხრა რომ ციგნი მაქვსო დაწერილი, რომ გამოგიგზავნით იმ ციგსო და ვინც იყო რეფერენტი, თქვენ გამოგიგზავნითო და ბატონ ლევს მიართითო. რა თქმა უნდა, ჩემამდე ეს ციგნი არ მოსულა. აწყეს აი ესეთი ტანდემი. აი მოდით ახლა ჩვენ აი შინარს შევხედოთ. გახსოვთ სამკუთხედებით და ესეთი მიმდევრობით, რასაც გაჩვენებდით, რაც ვილაპარაკეთ, ზუსტად ესეთი მიმდევრობა იყო. ანუ ბავშვი სკოლის მოსწავლე ყოველ ნაბიჯზე, ყოველ გაკვეთილზე აღმოჩენას აკეთებდა. სიტუაციები იყო შექმნილი. ამ სიტუაციიდან გამომდინარე მის მიერ გაკეთებული აღმოჩენა იმდენ ღირებული იყო, მიდიოდა სახლში და ოჯახს უყვებოდა. ოჯახი აყვებოდა, რა მაგარია. თან გამოცხადებული იყო, რომ აი შემდეგ გაკვეთილზე ჩვენ კიდევ ასეთ რაღაცას გავიგებთ და წლების განმავლობაში მუშაობდა ესეთი ტანდემი.
ტანდემი კი არა, ტანდემის დამაკავშირებელი იყო მოსწავლე, მაგრამ სკოლა და ოჯახი. ანუ ბავშვი სიხარულით მიდიოდა სკოლაში, რომ კიდევ რაღაც ახალს რაღაცას გაიგებს, ოჯახში მოვა, ოჯახი წააქეზებს და აი ესეთი თვითორგანიზებული პროცესი შეიქმნა. წარმოიდგინოთ, რომ ჩვენი საუკუნის ყველაზე მაღალი ტექნოლოგიური ინჟინერიის თვალსაზრისით, მათემატიკის თვალსაზრისით, მეცნიერების თვალსაზრისით და ტაივანში ჩიპები. ეს არის უმაღლესი ტექნოლოგიები. აი ამას მიაღწიეს რაღაც 40 წელიწადში. წარმოიდგინეთ. ეხლა აი ამაც არის გადასაწყვეტად, რა აკლია ჩვენს ასე ვთქვათ რეალობას. ზოგად ფსიქოლოგიური თეორია, რომელიც ამას ყველაფერს დააკავშირებს, რაც ფსიქოლოგიას აკლია და ზავი და მშვიდობა აი ამ კატეგორიებს შორის. ანუ ინდივიდი, სუბიექტი და პიროვნება და რას წერს მოდით ახლა სპორტზე მივედით იქამდე და აი ამ სამი კატეგორიის მიჯნაზე არსებული კონფლიქტები გამოწვეულია ზუსტად ეთოლოგიური პრობლემებით, რომ ჩვენი ძველი ატავისტური ევოლუციური ქცევის პროგრამები შიშზე და აგრესიულობაზე არის აგებული. ეს არის პირველადი შიში და აგრესიულობა და ყოველთვის როდესაც ორი ადამიანი, უცნობი ადამიანი ერთმანეთს ხდება ეგრეთ წოდებული იერარქიული რანგის გარკვევა. ხომ არ არის ჩემთვის საფრთხე ახალი ადამიანი, ჩემზე მაგარია თუ მე ვარ მასზე მაგარი და აი ამ მიჯნაზე ხდება აი ესეთი რაღაცეები და კონრად ლორენცი ნობელის პრემიის ლაურეატი წერს, რომ აი ეს არის ჩვენი ძირითადი პრობლემა და ამას უნდა უშველოთ. მაშინ ყველაფერი დაალაგდება. თუ ჩვენ მივახსენებთ იმას, რომ აი ამ კატეგორიებს შორის თუ განვიხილავთ ჩვენ უკვე შოთა ნადირაშვილის ამ კატეგორიზაციას, რომ იყოს ზავი და წერს თავის ეპოქალურ წიგნში, რომელსაც ჰქვია აგრესია, ეგრეთ წოდებული ბოროტება, რომ ერთადერთი რაც არის სპორტი გადაარჩენს კაცობრიობას, ანუ ბავშვობიდანვე ისეთნაირი აღზრდა და პროგრამება, ცნობიერი აღზრდა და დაპროგრამება, რომელიც აი ამ ქცევით პროგრამებს, ატავისტურ პროგრამებს შიშს და აგრესიულობას დაუპირისპირდება და სპორტს მივადექით და სპორტი არის ის საშუალება, როდესაც აი ბავშვი, ინდივიდის სტადიაში მყოფი ბავშვი რაინდული წესებით თავისი სპორტის მასწავლებლის ქცევიდან გამომდინარე სწავლობს თავის თანატოლებთან ურთიერთობას და ეს ხდება მისი ცხოვრების წესი. ანუ მიჩვეულია, როდესაც საკონფლიქტო სიტუაცია ხდება, მოდით სპორტულად გავარკვიოთ ეს ყველაფერი. ეხლა ძალიან გაგიკვირდებათ, მაგრამ მეგობრები მყავს უკრაინაში, ორივე აკადემიკოსია უკრაინის აკადემიის და ერთ-ერთი მათგანი მიყვებოდა, რომ ჩვენ შორის სულ იყო მეტოქეობა და სტუდენტობის დროს ერთი ახალგაზრდა ქალბატონის გამო ჰქონდათ ესეთი გარჩევა ურთიერთობა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთ-ერთზე ვითამაშოთ კალათბურთი და მთელი კურსი გვიყურებდა. ეს იყო საშინელება, მაგრამ ახლა მათი ინტელექტუალური დონე ძალიან მაღალია, ძალიან სერიოზული როგორი შედეგი მოიტანა შედეგი ამის შემდეგ გაქრა ის ასე ვთქვათ ის პირველადი აი მოდით უხერხად ვიტყვი ატავისტური ლტოლვა იმ ქალბატონის მიმართ ქალბატონს აი მთელი გულით იცინოდა და აი ეს სიყვარულის რაღაცა იმტაცებლური ქალბატონის დაუფლების ქცევის მოდელი გაუქრათ იმათ ხო როდესაც მე დაველაპარაკე ჩემი აი ესეთი ხო იმის არც მე მომიყვანია ცოლად არც იმას ერთ გადახვევას თუ შეიძლება ჩავთავ გადაცემაში უკრაინელი მეგობარია ჩემი არტემ ივანცოვი ეს
ლინგვისტი არის და ქართული ენების სწავლობს უმაღლეს დონეზე და ბევრი მსოფლიოს ბევრი ენების სიტყვების ეტიმოლოგიური განმარტება თუმცა ქართული ენების სიტყვებიდან ხდება და როგორი მაგალითი მოიყვანა სიყვარული თურმე საიდან განიმარტება სიყვარულის ძირი არის ყვარ ყვარება რომლის ფუზე ძირი ყველაფერი არის ყვარ ეს ყვარ მან ასე განსაზღვრა შეესაბამება ინგლისურ სიტყვას quarry ანუ ეს იწერება როგორც Q მერე U R და Y quarry რაც ნიშნავს საბადოს და წიაღისეულის მოპოვებას ასევე ნიშნავს როდესაც წასებელი ფრინველი ამ წასებელი ცხოველი მისდევს თავის მსხვერპლს და წარმოვიდგინოთ არწივი კურდღელს რომ გამოეკიდება ან მომი რომ გაეკიდება ანტილოპას მაგალითად რა ამიტომ აი ინგლისურშია იმათ ახლა ყ არა აქვს ქ-ზე გადავიდა ქვარ არის რა ჩვენთან არის ყვარი მათთან ქვარ აი ეს ორი ახსნა განმარტება კიდევ რამოდენმეც არის გვეუბნებაო რომ ქვარ ეს ნიშნავს მონადირებას და მოპოვებასაც თქვენ თქვით მტაცებლური უკრაინელი ქალბატონი სიტყვა ახსნეს მტაცებლობა მაგაზე გამახსენდა რა ესე იგი დამოკიდებულებაა მტაცებლური დამოკიდებულებაა კაცის ქალისკენ რო იყო მიმართულიო რა ინგლისური სიტყვა ქვარ განმარტავს რომ სიყვარული ჯერ სიყვარულია იმ სიტყვის ინგლისათა შორის თუ ინგლისური სიტყვის ძირი და საფუძველი და ქვარ, ანუ სიყვარული, ყვარ, ყოფილა მონადირება და მოპოვება. შენ უნდა მოიპოვო და მოინადირო. ამ შემთხვევაში არა მარტო ქალი ამ დროს რა. აქ ლაპარაკია ღვთის სიყვარულზე, რომ მოინადირო, კაცო ეს ყველაფერი უნდა იმოქმედო ისე რომ ეს ყველაფერი შენ ასეთნაირად შეიძინო. ასე რომ თქვენი სიტყვა წასებლობა გადავიდა ეტიმოლოგიაში და განმარტა ყვარ რას ნიშნავს თურმე. ანუ ნახეთ აი საქართველოში ჩვენ ახლა გვაქვს ეს პერიოდი, როდესაც აი მიხვდა მთავრობაც რომ რაღაც არის შესაძლებელი. ჩვენ მერე დავიწყებთ ამაზე საუბარს და დეტალურ განხილვას აი ამ საკითხების, მაგრამ დღეს მე მინდა გითხრათ რომ აი ეს არის აი მთავარი მომენტი სპორტი. მე ვაკვირდები რამდენიმე ახალგაზრდა სპორტის მასწავლებელს. მათ საქმიანობას, აი მოწოდებით არიან ისინი მასწავლებლები, ბავშვებისთვის სამაგალითოები არიან და ერთ-ერთი ექსპერიმენტი მე ვაკვირდებოდი ამას, როგორ მოხდა პირველკლასელების შეკრება და მათი ასე ვთქვათ, აი ერთ გუნდად გაერთიანება. ირაკლი სამალაშვილი გაგაცადი ძალიან საინტერესო პიროვნება, მოწოდებით არის. აი შავი ქამრის მფლობელი, ჩემპიონი და ასე შემდეგ და მის გარშემო ყოველთვის ბავშვები ტრიალებენ. ირაკლი არის მათთვის სამაგალითო. გვინდა რომ ვიყოთ ასეთი როგორც ისეთები როგორც ირაკლი, როდესაც თავის სექციაში ატარებდა აი ამ მეცადინეობებს, ტრენინგებს, კარატეს სკოლა მუშაობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მშობლები იჯდნენ იქ და მე ვაკვირდებოდი აი როგორ ხედავდნენ აი ესეთივე ტექნიკა ექნება როგორც ირაკლის და ასე შემდეგ. გააკეთა ესეთი საინტერესო რაღაცა. სკოლაში იყო რემონტი და უკვე სწავლა უნდა დაიწყოს და სპორტული ზეიმი გამართა სკოლაში სპორტულ მოედანზე, რომელიც კარგად იყო მოწყობილი, სკოლა ზუსტად იმიტომ მიიღო აი ეს გარემონტებული რომ სპორტის და ფიზიკური აღზრდის მაგისტრი გაუჩნდა ირაკლის სახით. მოვიდნენ ბავშვები მშობლებთან ერთად. არავინ არავის არ იცნობს. ხო და იყო რაღაც ტრენაჟორები, რაღაც თამაშები, ტრენაჟორები მე გავუკეთე ირაკლის. აი ასეთი ბარიერი არის სხვადასხვა სიმაღლის და თქვენ წარმოვიდგინეთ რომ ჩაერთნენ ამ ბავშვები აი ამ შეჯიბრში, აი ამ სპორტში, როგორც სამაგალითო მასწავლებელი მიკროფონი დადიოდა მას ხელმძღვანელობდა და დამთავრდა ეს ყველაფერი ისეთნაირად რომ ბავშვებმა ერთმანეთი გაიცნეს. უკვე გუნდი ჩამოყალიბდა. და ეს პროცესი როდესაც მიმდინარეობდა, მე როგორც ეთოლოგი ვაკვირდებოდი ამას და ვხედავდი რომ მშობლებიც ეცნობიან ერთმანეთს, მასწავლებლებს და შედეგი იყო გუნდად შეკრული და გუნდად შეკრული ბავშვები.
ხო ნუ ეხლა საავტორო უფლებებზე თუ ვილაპარაკებთ გაავრცელდა ეს ინფორმაცია დღეს თბილისში 20-მდე სკოლაში მიმდინარეობს აი ესეთი პირველი შეხება პირველი სპორტული შეხვედრა და გუნდები ყალიბდება სამოყვარულო სპორტი საქართველოში ყოველთვის იყო უმაღლეს დონეზე ჩვენ თუ სტატისტიკას მივხედავთ რამდენი ჩემპიონი გაჩნდა საქართველოში სპორტის რასახეობებში საოცარ შედეგს დავინახავთ ხო ერთ მოსახლეზე რამდენი სპორტსმენი ყავდა რა დონის ხო ყველა ძლიერი ადამიანი მსოფლიოში დღეს ქართველია ხო ოლიმპიურმა ჩემპიონმა მისმა წრთნელმა ასანიძემ გაზარდა ოლიმპიური ჩემპიონი აი ესეთი რაღაცები როდესაც ხდება სულ სხვანაირად უყურებს ამას საზოგადოება ანუ სპორტის უნივერსიტეტი დღეს მე მგონი ჩვენი სასკოლო და საერთოდ საუნივერსიტეტო რეფორმის სათავეში უნდა იყოს ერთ-ერთი ჩემი ფსიქოლოგიის ბაკალავრი სპორტსმენი მასთან მუშაობდი საბალკარო ნაშრომზე ეს საკითხები გამიხილეთ ჩვენ ანუ სპორტსმენები უკეთესად სწავლობენ ვიდრე არა სპორტსმენები სტატისტიკა შევაგროვეთ და გოგოები სპორტსმენები ბაჟებს უკეთესად სწავლობენ. აი ეს იყო შედეგი იმ კვლევის. ანუ აი აქედან თუ დავიწყებ და საერთოდ თუ შევცვლით ჩვენ მდგომარეობას სკოლაში, რომ სპორტს ათანადო ადგილი დაეთმოს სკოლაში. აი ჩვენ აქ ჩვენს ორგანიზაციაში მსჯელობდით აი ახალი სკოლის 21 საუკუნის სკოლის მოდელზე. 1/13 სპორტი, 1/13 შრომა, ჭირკედელაობა, დრამატული თეატრი, გუნდი და ასე შემდეგ შემოქმედებითი მუშაობა და დანარჩენი 13 ეს ის დისციპლინები რაც დღეს არის აწყობილი განწყობის თეორიიდან გამომდინარე. მოკლედ ყოველი გაკვეთილი უნდა იყოს აღმოჩენა. ეს ძალიან რაციონალური მიდგომა არის და აი ამას თუ განახორციელებთ, მე მგონი მსოფლიოს სათავეში გავხდები და განწყობის თეორია და ქართული ფსიქოლოგიური სკოლა ამაში დაგვეხმარება. ყველაფერი გვაქვს ამისათვის, რომ ჩვენ აი ესეთი სკოლის მასწავლებლების ახალი თაობა გავზარდოთ. შეიძლება ითქვას, რომ დიმიტრი უზნაძემ ახალი დისციპლინა ჩამოაყალიბა, რაც განწყობის თეორიითაა ცნობილი მსოფლიოში. ამით ვართ კიდევ დიდრები ქართველები, რომ არა მარტო სპორტის მრავალ სახეობაში ყავს უწინავენი, არამედ მეცნიერების ბევრი მიმართულებით ყავს გამოჩენილზე გამოჩენილი მეცნიერები. ნუ თუ დავიწყებ საქართველოს ისტორიის განხილვას მეცნიერების და 41 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და დეტალურად თუ გავყვებით საოცრება. ისეთი აღმოჩენები იყო გაკეთებული და დღეს პრაქტიკულად სიცარიელე გვაქვს ამ ადგილას. ორგანიზაციული ხასიათის საკითხი თუ არ გადაწყდა, ელემენტარულად კაცო, რაც იყო საბჭოთა პერიოდში მეცნიერებათა აკადემიის სახით შექმნილი, რომელსაც ეკონდებარებოდა ინსტიტუტები, რასაც მართავდა მეცნიერთა ძლევამოსილი გუნდი შეიძლება ითქვას, ის ხომ განადგურებულია, რა ბოლო 20 წელიწადში ეს მოისპო და არც არაფერი არ ხდება ამ კუთხით. დარჩენილია თითოეული ადამიანი, რომელიც სისტემას უშუალობულები თვითონ აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ რომ გააკეთონ. განათლების სამინისტრო, რომელიც ასევე ეწოდება მეცნიერების სამინისტროდ, ეს ასეთი აღარ უნდა იყოს. მათ ჯერ რეფორმა რომ დაარქვეს, ისე დაგოგებინეს ასაკეთებენ, აკეთებენ თუ არ აკეთებენ. სკოლაში ბავშვებს კალიგრაფიასაც რომ არ ასწავლიან, ამ დონეზე არიან და ამ დროს შენ მასავალებ რომ მეცნიერების სამინისტროს იყოს. ეს უნდა მოიშალოს ძირში, უნდა გახდეს სამინისტრო საშუალო განათლების სამინისტროთ, რაც შეეხება სკოლას ამ შემთხვევაში და მას უნდა დაემატოს რა თქმა უნდა უმაღლესის, მაგრამ უმაღლესის ზედანაწილი და მეცნიერების მიმართულებები გამოკვეთილი ინსტიტუტების სახით ეს უნდა ისევ მეცნიერებათა აკადემიის ქვეშ გადავიდეს. ასე თუ არ მოვაწყეთ, აბა შედეგებს ხედავთ როგორიც არის. ბავშვებმა არიციან კითხვა და წერა. იმათმა რა უნდა გააკეთონ? ამ შემთხვევაში აი ასეთი წყობა დაინტერესებულ პირებს რთავს ამ სისტემის ორგანიზაციაში.
მაღალი ტექნოლოგიების ორგანიზაციები აკადემიას მიმართავენ, ხო, რომელიც არა მარტო ფუნდამენტურ, არამედ კიდევ გამოყენებით მეცნიერებს. ეს დასუსტებულია, დაფინანსება პრაქტიკულად მათ არ აქვს სამეცნიერო შრომებისთვის და ესე რაღაცნაირად ყურადღებობაში ჩავარდა მთელი ქართული მეცნიერების საოცარი გუნდი. მე რომ მკითხოთ, ბატონო დავით, დღეს მაინც იქ არის ნაპერწკალი, აი რო ავიღოთ, მე მაინც აბასთურის ობსერვატორიის როგორც ყოფილი თანამშრომელი არის იქ ჯერ კიდევ ენერგია, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, გეოფიზიკის ინსტიტუტი, ყოფილი კიბერნეტიკის ინსტიტუტი, ანუ აი ამ დარჩენილ ერთეულებში, რომლებიც ძალიან ასე ვთქვათ, უაზროდ არიან დღეისათვის. ბატონო ლეო, ჩვენ 12 ივლისს ვემზადებით, რომ ჩვენი ორგანიზაციის ერთგულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის აღნიშნავს თავისი დაარსებიდან 15 წლის იუბილეს. ერთ-ერთი მონაკვეთი ამ ღონისძიებიდან დაეთმობა განათლების პროგრამასაც იმაზე, რასაც უნდა ჩვენმა ორგანიზაციამ მუშაობს შემდეგი 1 წლის განმავლობაში და ჩვენ ამას განვაცხადებთ, თქვენ განაცხადებთ უბრალოდ ამ ყველაფერს და კარგი იქნება რომ მაყურებელს ეხლა გავაგებინოთ ჩვენი გეგმები როგორი არის, რომ ჩვენ 12 ივლისს რამოდენიმე საკითხზე ვისაუბრებთ საჯარო ბიბლიოთეკაში, მათ შორის ერთ-ერთი იქნება განათლება, ამ განათლებაში კიდევ ერთ-ერთი მთავარი იქნება სწორედ მეცნიერება და უმაღლესი განათლება, რასაც დღეს ჩვენი გადაცემა შეეხო. ჩვენ ახლა დღევანდელი გადაცემა შეგვიძლია რომ რეზუმირების სახით მოვახსენოთ მაყურებელს და შემდეგ უკვე წარუდგინოთ საზოგადოებას ჩვენი განათლების და მეცნიერების კრიზისის მოდელი. კრიზისის მოდელს თუ დავინახავთ და აი ამ დოკუმენტში სადაც არის რეფორმის კონცეფცია, აქ კრიტიკული შენიშვნებიც არის და არის ყოველ შემთხვევაში საფუძველი რომ კრიზისის მოდელი შევქმნათ ჩვენ და შევთავაზოთ სამინისტროს. საზოგადოებას პირველ რიგში. არა მარტო სამინისტროს, აქ უნდა ჩვენ პირველ რიგში პრემიერ-მინისტრს მივმართოთ, უნდა მივმართოთ მეცნიერებათა აკადემიას და რა თქმა უნდა განათლების სამინისტროსაც. ჩვენ ვართ მოსურნენი მათთან ვითანამშრომლოთ, თუ გვაქვს იდეები, ეს იმისთვის არ გვაქვს რომ ჩვენთვის გქონდეს მარტო, ეს არის საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის და მათთვის, ვინც ახლა ვახსენებ. ჩვენ დღევანდელი გადაცემა დავასრულეთ, მოგეხსენებათ რუბრიკა განათლების უმაღლესი განათლება 21 საუკუნეში, ამისი წამყვანი მე გახლავართ დავით გალეგაშვილი, ჩვენ ვისმენთ შესანიშნავი ქართული მეცნიერების ბატონი ლევ გეონჯიანის აზრებს, შეთავაზებებს, პროექტებს და პროგრამებს. ჩვენ ასევე გახლავართ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, რომელიც მე ვთქვი, ხელმძღვანელები ამ ორგანიზაციისა, მადლობას გიხდით ყურადღებისათვის და აკადემიური კოლეგიის წევრები. აკადემიური კოლეგიის წევრები. და შემდეგ კვირას თქვენ მოისმენთ ისევ სპორტის, ბავშვების, უმაღლესი განათლების და ზოგადად ქართული მეცნიერების შესახებ. გმადლობთ, შემდეგ შეხვედრამდე. დიდი მადლობა.